საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მის გარემოცვაში რუსეთის აგენტი იყო, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უღალატა. ეს განცხადება სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის განხილვისას გააკეთა. სააკაშვილის განმარტებით მას სამშობლოში დაბრუნება სურდა, რისკენაც მისივე თქმით კონკრეტული პიროვნებაც უბიძგებდა. სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ პიროვნებამ მისი მონაცემები გასცა. მესამე პრეზიდენტს მისი სახელი არ დაუსახელებია. ამის შემდეგ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა გაერთიანების მნიშვნელობას მიუძღვნა. სასამართლო პროცესზე წარმოთქმული მიხეილ სააკაშვილის სიტყვა სოციალურ ქსელებში ვრცელდება. საქართველოს ჩამოსვლა, იმიტომ მიუხედავად ძალიან galxenil ცხოვრობს უკრაინაში შეუძლებელია მეხურები ასე დაკრინებისთვის ჩემი ქვეყნის. ეს არის მარტივი ჩამოსვლა, გაგებით რომ იყვნენ რუსეთის აგენტურად ჩემი გარემოცვაში ჩასული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩამოდიოდა, რომელიც ჩამოდი ამის თქმა მიარჩიდებოდა, მაგრამ მე გარკვეულ დობა გაიჩნდა ჩემ გარემოცვაში. ჯერ პირველად როცა მოდიოდი 2020-ში გადასცა ჩემი კოორდინატები ივანიშვილის ხელისუფლებას და როდესაც ჩვენ ნაკირები იახდით მოვადექით საქართველოს პარტიაში განგაში გამოსვლა წინასწარ ყველაფერი იცოდეთ და მომიხდა უკანასკნელობა და მეორეჯერ უნდა დავხვედრო და როცა ჩამოვედი და არამედ ზუსტად 2 საათი გახდა გამოსვლა ვიდეო რუსეთის დავალებით თემჩენი მონაცემები გადასცა მაშინაც ძალობას არის ასეთი ადამიანი ის შემოს პროვოკაციაში მონაწილეობდა მაგრამ ამის მნიშვნელობა არა გალატი იყო და იცოდა თავარია ჩვენ ვიყავით ჩვენ ვიყავთ მოწოდების სიმაღლეზე 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დაბევას ტელეკომპანია იმედში შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ბრალი სასჯელის სახელით ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კედრაშვილი და გიგი უგულავა.